მოგესალმებით მეგობრებო. დღეს არის 20 ივლისი 2017 წელი. მოვედით ისევ ნადარბაზევის ტბაზე. ვაპირებ რომ ვითევზაო ტივტივაზე. სატყვა რა მექნება სიმინდი. ნახოთ აბა რა იქნება. მეგობრებო, დღეს არანაირი დასაკვებს არ ვხმარობ. იმდენად კარგი ჩარტყმებია ტივტივაზე, ნადარბაზევის ტბაზე, სიმინდზე. კარჩხანის რომ ფიზიკურად არანაირი დასაკვები არ არის ჩემი აზრით საჭირო. და ეს იმედი მაქვს რომ დღესაც გამოჩნდება. დღეს ცოტა განსხვავებულად ვთევზობ. ძალიან დიდი ხნის მერე გადავწყვიტე მეთევზავა ორნე მსკავზე. შეიძლება არასპორტულად ჩაითვალოს, მაგრამ ფიქრობ ბრაკონიერობაში არ მეთვლება. მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ნადარბაზევის ტბის შესახებ. აქ ძალიან ბევრი რაოდენობაა თევზის. ჯიშებს რაც შეეხება კობრი, კარჩხანა რა თქმა უნდა. ასევე არის თეთრი ამური, ლოქო, ჭანარი. აქ ხდება ასევე ხრამული და სარკისებური კობრი. ძალიან მაგარი ადგილია გასართობად სათევზაოდ დასასვენებლად. ჩამოვბრძანდით და გაერთით. აბა სიმინდზე უყავს ძალიან კარგად რა. კარგი ზომის კარჩხანები მოდის. შვენიერი. დავსვით კაი ზომის თევზი. არგინდა რატო იმაში რატო მიკავს იქით აუ ხოძე მომიყვანე შემოშედა ესეც ჩვენი სარკისებური კობრი. ამილაშა მოდი პატარა. ასევე ბევრს აინტერესებს ნადარბაზევის ტბაზე ფასიანია თუ არა თევზაობა. კი ბატონო, ფასიანია. ერთი აკესით თევზაობა ღირს 10 ლარი, მაგრამ სამაგიეროდ ისეთ დიდ სიამოვნებას ღებულობ აკოფნით და თევზაობით, რომ რა თქმა უნდა ღირს ჩამოსვა და ფულის გადახდა. დავსვით ამასობაში პატარა კარჩხანა სავარაუდოდ.
დამასრულეთ თევზაობა. ახლა არის 2 საათი. საკმაოდ კარგად მოდიოდა, უმეტესად მოდიოდა კარჩხანა. დავიჭირეთ ერთი საკისებური კობრი და გქონდა დიდი თევზის გაქცევაც ასე. სავარაუდოდ თეთრი ამური. საერთო ჯამში გამოვიდა ძალიან კარგი დღე. თქვენ კიდევ თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ და დატოვეთ თქვენი კომენტარები. მოშეხურნათ.